მოგესალმებით მეგობრებო. 850 მოგვიყვანეს განახებთ მდგომარეობას. აი ესეთ მდგომარეობაშია მთლიანად გადასაღები. როგორც ხედავთ, შეღებილია, მაგრამ ისანი არ არის რაც უნდა იყოს და აუქეთ უნდა განვაახლოთ. მანქანა შემოვიყვანეთ ბოქში, დავიწყეთ გასუფთავება, პირველი კრილო, კარებიც აქეთა მხარე მოვედი, ქვედა მხარე რაღაცა სველი აქვს, არ ვიცი, თქო რაღაცაა და ბოლომდე არა გამშრალი ან კატალიზატორი აქვს დაკლებული ან რაღაც მსგავსი და მოკლედ ქვედა მხარე რაღაც სველი აქვს. ფაქტიურად მე ვიფიქრე მარტო ეს კრილო, მაგრამ კრილოდან კარებზეც რო გადავედი, ანალოგიური სიტუაცია დამხვდა, ანალოგიური საბარგულზე დამხვდა. ამ ყველაფერს ვაცლით, რომ მომავალში რასაც შევღებავთ, რომ არ დაამატოს, არ დაიყარო და არ აიქურცლოს ახალი კარტოფილები. და როგორც ახლა აი აქ დატოვებულია ქვედა ფენა, რომელიც დაჟე გაუშკურკავია, დაუმზადებელია ზემოდან გადასხმული და აგი რაღაცა მოხდა და ეგრევე ატყდა და ეს ეგრევე ატყდება და ეგრე გააგზლებს. მეორე აქ, მესამე აი აქ, ეს წამოწეული აქ აი როგორც ყდება. მანთ აი ესეთ ადგილებში იქიდან გამომდინარე რომ ბოლომდე არ აქვს დასუფთავებული, არ არის დაშკურკული, არ არის გასუფთავებული და ესეთი პრობლემები აქვს. აი როგორც ხედავთ, აი ეგრევე ტალახიანზეა გადასხმული, ანუ ესე იგი მანამდეც ვინ შეღება, ვის დაამუშავა, ეგრევე აქვს დასხმული, დამზადებული არ აქვს ნორმალურად რა. აი ზედა მხარეს ეს დაგათვალეს ჩახარშული შეწოვილები, როგორც ლაკერია დუღებული, აი ეს პრობლემები ახასიათებს, მოკლედ ეს ყველაფერი გასუფთავდება, გასწორდება. და აქეთა მხარე ვახში დაფშხალული აქვს. ეს მდგომარეობა ესეც ის ხოლმე როცა ქვედა ფენა არის სველი და აი ზუსტად აი ესე თითქოს დანა დასერილი ზეთ, აი ესე აქ აი ეს მაგიტომ აქ აი ეს პრობლემები ამ ადგილას რა. ნუ ზოგ ადგილას ფაქტობრივად ყველგან აქვს. თლიანი მანქანა შეღებილია, თქო რაღაც მანამდე რაც გადაასხეს, არ გააშეს, ან კატალიზატორი დააკლეს, ამ მსგავსი რაღაცა და მაგიტომ აქ აი ეს პრობლემები მოკლედ ყველგან რა. მოკლედ ამ ყველაფერს ჩვენ დავასუფთავებთ, გავწმინდათ რა ეს თავის ფორმები რაც მოყვება, ყველაფერი გამოვიდეს იდეალურად, იმიტომ აქ უკვე როგორც უნდა მოვიდეს ბოლომდე, აი როგორც ხედავთ, აქეთა მხარე უკვე დაკარგული აქვს და წესით კანტი მოდის ფაქტიურად ბოლომდე, აი ბოლომდე მოდის, როგორც ხედავთ, აი ბოლომდე მოდის. და ეს იმდენჯერაა გადაღებილი, რომ უკვე აი აქ დაკარგული აქვს და უბრალოდ სწორი რაც ხელს დავადებ, აი სწორი აქვს, აღარა ჩანს ეს ადგილი, ხედავთ, სწორი აქვს რა და თელი სილამაზე ამ კანტებში და ამ ფორმებში აქვს და ეს რო არ დაუკარგოთ, მაგიტომაც გადავწყვეტეთ ამ სულ ყველაფერს გაწმინდა რა და მაგიტომაც წმინდავთ. მოკლედ ესე მეგობრებო, დანარჩენი კიდე მე გადავიღებ ეტაპობრივად, გადავიღებ განახებ, რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგსაც განახებ და რა გამოგვივა მაგასაც განახებ. მოკლედ ეს. მეგობრებო, გავასუფთავეთ თლიანად, თითქმის პირველი ეტაპი კიდე მოგვიწევს. აქედან გამომდინარე, რასაც ხედავთ, კიდე გასასუფთავებელია, ანუ და მოვიყვანოთ აი ესეთ ფორმამდე, როგორც ახლა ეს წინა კრილოა გასუფთავებული. ეხლა ვწმინდავთ, აი ამ ადგილებს ვწმინდავთ. აი როგორც ხედავთ, ატეხილები როგორც არის აი აქ, აი ესენი გაუქმდება, მე ამებს ახალს ჩასვავენ. იმიტომ რომ როგორც ხედავთ, მანამდე რო იყო განაკეთები, აი როგორც ხედავთ, ატეხილი აქ ვერანაირად ვერ დაასუფთავეთ, მიუხედავად დანაშბაკლი კარებია ესაც. აქაც ანალოგიური პრობლემა აქვს, როგორც ბორტებიდან ესეთ ხდება რა, როგორც ხედავთ, ამომშრალია. აი ეს პრობლემას სამომავლოდ რო ავერიდოთ, აი ეს ყველაფერი იქნება მოსახსნელი. და ნუ ეს შპილკები ახლები დაჭირდება, რა თქმა უნდა რა და მოკლედ ეს გავასუფთავეთ, აი ზოგი რო ეძახის ხოლმე, ბევრი არაფერი არ უნდაო და მხოლოდ გადაშკურკვა და დასხმა უნდა, ან არა, როცა ესეთ რაღაცა კეთდება, არანაირად, იმიტომ რომ იმის იქეთ ამის ქვეშ რა დაგხვდება და რა სიტუაცია იქნება, არავინ არ იცის რა და მაგიტომაც უწევს ხოლმე ესეთი მუშაობა და მაგიტომაც ცოტა თანხა სხვანაირია, იმიტომ რომ არ იცი რა მასალებთან გექნება საქმე. რომელი დეტალი რას მოითხოვს, როგორი გამოყვანას მოითხოვს და ასე შემდეგ რა. აი ახლა ამ ეტაპზე ვარ ჯერჯერობით და ნელ-ნელა მივიწევით წინ, რა პირველი ეტაპი მოვრჩით, გავასუფთავეთ თლიანი მანქანა, გავატყავეთ. ზედა სახურავი დავტოვეთ ჯერჯერობით, იმ საქარი მინები რო ამოვა, მე უკვე აქაც მიუადგებით, აქაცაც გავანთავისუფლებ და აქაც გავასუფთავებთ. აი ახლა ჯერჯერობით აი ზედა ქვედა მხარეს ასე ვთქვათ, იუკას რო დავამზადეთ, მოვრჩებით. მე უკვე ზედა მხარე არაფერი არ იქნება, ამიტომ მხოლოდ იქნება ზედა სახურავი იქნება დარჩენილი, რომელიც იქნება დასამუშავებელი და გასაკეთებელი რა. კი ნახეთ რა უშნით იყო შეღებილი, რა მდგომარეობა ქონდა ყოველ თითოეულ დეტალს.
ნუ დანარჩენს უკვე ეტაპობრივად მივყვები და განახებთ თუ როგორ ანაეთ გავალთ ნენელა რა თქმა უნდა წინ. მოკლედ როგორც ხედავთ მეგობრები გასუფთავდა გატყავდა ეს ყველაფერი ეს არის უბრალოდ დაზიანებული ადგილები. და როგორც ხედავთ ამ გადამულ ქარხნულ ადგილას დაიშპაკლა, იმიტომ აქაც ეს უკვე ქარხნული დეფექტია რა, ეს მანამდეც ხონდა უბრალოდ თვალში არჩას, ანუ ხელში იგრძნობა რომ აქ ეს პრობლემა აქვს, ანუ პატარა ტალღა აქვს უნიშნელო, რომელიც დაიშპაკლა, როგორც ხედავთ, ანუ დიდი სისქეც არ აქვს, იმიტომ რომ ანარეკლი ჩანს გადამული ქარხნული ადგილი. და რაც შეეხება კაპოტს, კაპოტის ადგილებს როგორც ხედავთ, ერთი აქ პრობლემა. ნუ ეს ფაქტიურად სავარაუდოდ ზემოდან დაჭერის დრო იქნება, ან რაღაც მსგავსი იქნება, მაგით ოქონა ესე აქვს ჩავარდნილი, აქ კენჭებისგანაა ჩავარდნილი და აი იქაც და როგორც ხედავთ, აი აქაც ანალოგიურ ჩავარდნილი აქვს და რატომ აქ ჩავარდნილი? ანუ აქეთან მხარეს უყენია პეტლი, რაც კაპოტს აღებს და კეტავს და დაწოლიდან გამომდინარე, მაგიტო აქ ეს ჩავარდნილი აქაც რა. აქ ანალოგიურად არის სავარაუდოდ კარები ალბათ გაექცათ ან რაღაცა და აქ უყენია აგრანიჩიტელი, ანუ კარების ცენტრალური დამჭერის ქვედა მხარე, რომელიც იჭერს, რომ კარები არ გაექცეს. ანუ აი ეს მომენტი, რასაც თქვენ ხედავთ, აქედან დაჭიმული მომენტის გამომდინარე, აქ ზუსტად აი როგორც ხედავთ, აი ეს პრობლემა მაგიტო ახასიათებს და მაგიტო არის გაფუჭებული, იმიტომ რომ ბევრჯერ მქონია მეც ანალოგიური სიტუაცია, რომ ჩემს საკუთარ მანქანაზე გაფუჭებია რა. მოკლედ აი ეს პრობლემა, აი ხარ ხედავ ამ ყველაფერს დავამუშავებთ, აქაც ანალოგიურად როგორც ხედავთ, გადამის ადგილასაა აქ პრობლემა. სახურავს ჯერ ხელს ავდევთ, იქიდან გამომდინარე საქარი მინები რო ამოვა და ამასაც დავაბაბანებთ, გავასუფთავებთ, დავაგლატკებთ, ნუ ძირითადად რაც არის აი ეს ვიზუალი კანტები და ფორმები რო იყოს ყველაფერი იდეალურად. დანარჩენი კიდე უკვე რო დაიგრუნტება. მერე კიდე კონტროლკა მოუწევს და მერე უკვე ეტაპობრივად გადავიღებთ, განახებთ უკვე მივიწევით წინ და რაც შეეხება მის ბამპერებს და დანარჩენი, აი ბამპერები აი ესე სუფთავდება, იმიტომ არის შენაღები როგორც მანქანა. აი ესეთი რაღაცები ახასიათებს, რის გამოც წმინდავთ ხოლმე, რომ სამომავლოდ კენჭი რომ მოხდეს და პრობლემა რო ქონდეს, უბრალოდ არ ატყდეს, აი როგორც ხედავთ, ნახეთ როგორ ატეხილია. ეს არის დაუშკულკulis გამო, რომ არა დამუშავებული ნორმალურად, არა გაკეთებული და მე ახასიათებს აი ესეთი პრობლემები. ნუ რა თქმა უნდა, ბამპერზე წებოწავა და ნუ როგორც კეთდება წესით და კანონით, ისე გაკეთდება ეს დანარჩენიც. მოკლედ აი ესე ჩამომეგობრებო, დანარჩენს უკვე გადავიღებ ეტაპობრივად და მაგათაც დაგანახებთ და როგორ გამოვა. აქ მოკლედ როგორც იქნა მეგობრებო დადგა 850-ის ჯერი BMW-ი. აქ აი ესეთ მდგომარეობაში დავამზადეთ ეს ყველაფერი როგორც ხედავთ. მოსახერხებლად მოკლედ საბარგული ზოგადად უნდა მოიხსნას, მაგრამ ამ ეტაპზე როგორც გვაქვს ჩვენ დამზადებული არის იდეალური აი ესეთ ყველგან მიესხმება, ყველგან დაესხმება საღებავი პრობლემა არ ექნება. ეს მანამდეც კი შეღებილი იყო, მოკლედ და აი ეს გაუჩნდებოდ გაუბედურებული იყო გარშემო, ყველაფერი კი იყო შეღებული, ასე კი შეიძლება თქვა ზედვე შეღებეს არ დაშალეს არაფერი. მოკლედ ამ შემთხვევაში კაპოტს ზეთტოვებთ, ზოგადად არის ესეთი მომენტები, როცა კაპოტს ხსნი, ნუ მეტწილად ხსნი ხოლმე კაპოტი იშვიათია, რომ კაპოტი ზედვე შევღებო ხოლმე და იქიდან გამომდინარე, რომ აქ საქარი მინა აქვს და დასხვის მომენტში საპულიზატორს ვერ აცერავებ და საქარი მინას უტყავს და აქედან ლაკით ვერ კრავს და არ ესხმება კარგად და მე დაუგურდებ ძღოლის ხრიდან მაინდან ჩანს და დაფარული არა და მოკლედ უშინოდ გამოდის. ამის შემთხვევაში კიდე როგორც ხედავთ, ანუ აი აქვე იკეტება, აქვე პლასმასი დგება და ამის შემთხვევაში დაშვებულია, რომ ზედვე გაკეთდეს ეს ყველაფერი რა, იმიტომ რომ მან მიესხმევა. აქაც რაც შეეხება, აქაც ისე გვაქვს დამზადებული, რომ აეწევა, აქაც უკვე ყველანაირად ყველა ადგილას მიესხმევა და ჯიგრულად გამოვა ყველგან, როგორც უნდა იყოს კიდ მოხსნილად, კიდ მოუხსნელად, ანუ შედეგი ერთი და იგივე გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ კომფორტს ესეთი კომფორტი აქვს ამ კაპოტს, რომ ანუ აქედანვე შეიძლება ეს ყველაფერი ჩაიკეტოს და პრობლემა არ ექნება არანაირად. მოკლედ ესე მეგობრებო, შინით აყვავს დღეს ფაქტობრივად დილიდან ამას ფუთავთ, სანამ გავწმინდეთ, სანამ გავურეცხეთ, სანამ ამოუწმინდეთ. ხვალ დილიდან უკვე დავიწყებთ ამის შეღებებს და ამას როგორც შევღებავთ, მე რა თქმა უნდა უკვე ბამპერები წავა, ამის წინა უკანა და კარნის ზეპირა ჯერჯერობით მანქანა შემოვაყენეთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ადგილი არა გვაქვს, რომ დანარჩენი დეტალებიც
დავტიოთ სამყარო ყომელში. მოკლედ აი ესე მეგობრებო, ეს ეტაპი გვაქვს ჩერჩერობით. მეგობრებო, შევიდეთ ნახოთ, შესრულდა დრო, ნახოთ ჩვენი 850 რა გამოვიდა. აი ესე ამდენი წვალების მერე, აი ესეთი იდეალური შედეგი მივიღეთ. ყველას გახსოვთ მდგომარეობა, რა მდგომარეობა ქონდა. აი ესე დავათვალიეროთ ერთად. მოკლედ აი ეს იდეალური გამოვიდა. აი ესე ტყვის გარეშე რო იტყვიან. იდეალური გამოვიდა. ესაც მისი ამწეფარები და ესაც ლოგი. მოკლედ ესე მეგობრებო დასრულდა 850 ამდენი ლოდინის მერე ელოდებოდა საშრობს და მოკლედ ტყვილ არ ელოდებოდა როგორც ხედავთ. შედეგი ერთად მივიღეთ იდეალური ამდენი წვალების მერე შრომის მერე და მოკლედ აი ესე რა. აი ეს მანქანა ჩვენთან არ იწყობა, ესევე წაიყვანენ, ხოლე ევაკუატორი მოვაკითხავს და გავატანთ ამ ლამას 850 მოკლედ ეს იდეალური გამოვიდა. აქ გახსოვთ რა მდგომარეობა ქონდა, შპაკლი და რა ვიცი, მოკლედ აი ესე იდეალურად ამაზე დაისხა. პოლ კერამიკა დაისხა ლაკი, UHS, PPG-ს და შედეგსაც თქვენ თვითონ ხედავთ, მოკლედ რა შედეგი მივიღეთ. ეს მეგობრებო, ნუ ამას ალბათ სავარაუდოდ ხვალე გარეთ რო გამოვაგდებ, გარეთაც გადავიღებთ და გარეთაც ვნახავთ მთლიანობაში როგორი გამოვა, მთლიანობაში ერთ სურათს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ვიწროა და მთლიანად ვერ ვსვავ კადრში. მოკლედ აი ესე ჩამომეგობრებო. მეგობრებო, შევიდეთ ნახოთ, შესრულდა დრო, ნახოთ ჩვენი 850 რა გამოვიდა. აი ესე ამდენი წვალების მერე, აი ესეთი იდეალური შედეგი მივიღეთ. ყველას გახსოვთ მდგომარეობა, რა მდგომარეობა ქონდა. აი ესე დავათვალიეროთ ერთად. მოკლედ აი ესე იდეალური გამოვიდა. ესე ტყვის გარეშე რო იტყვიან. იდეალური გამოვიდა. ესაც მისი ამწეფარები და ესაც ლოგი. მოკლედ ესე მეგობრებო, დასრულდა 850 ამდენი ლოდინის მერე ელოდებოდა საშრობს და მოკლედ ტყვილ არ ელოდებოდა როგორც ხედავთ. შედეგი ერთად მივიღეთ იდეალური ამდენი წვალების მერე შრომის მერე და მოკლედ აი ესე რა. აი ეს მანქანა ჩვენთან არ იწყობა, ესევე წაიყვანენ, ხოლე ევაკუატორი მოვაკითხავს და გავატანთ ამ ლამას 850 მოკლედ ეს იდეალური გამოვიდა. აქ
გახსოვს რა მდგომარეობა ქონდა შპაკლი და რა ვიცი, მოკლედ აი ეს იდეალურად ამაზე დაისხა. პოლ კერამიკა დაისხა ლაკი, UHS-ი, PPG-ს და შედეგსაც თქვენ თვითონ ხედავთ, მოკლედ რა შედეგი მივიღეთ. ეს მეგობრებო, ნუ ამას ალბათ სავარაუდოდ ხვალე გარეთ რო გამოვაგდებ, გარეთაც გადავიღებთ და გარეთაც ვნახავთ მთლიანობაში როგორი გამოვა, მთლიანობაში ერთ სურათს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ვიწროა და მთლიანად ვერ ვსვავ კადრში. მოკლედ აი ესე ჩამომეგობრებო. ასრულა მეგობრებო, გამოვიყვანე გარეთ მზეზე. აი ეს იდეალური გამოვიდა. საღებავით მეტალიკებით როგორც უნდა იყოს ისე წევს, მოკლედ. თავის სტრუქტურა, ესე რომ ვთქვათ. მოკლედ აი ეს. ამით დასრულდა ჩვენი 850 დამჩამაზე ბამპერები, ნუ ბამპერებიც უკვე ფაქტიურად სხვაში წვეთია, მზად არის, იმასაც შევაგდებ ახლა ღუმელში და მაგასაც დავაბაბანებთ. დარჩა ახლა ყველაზე თავარი აწყობა. მოკლედ აი ეს მეგობრებო. ვისაც მოეწონა დაალაიქეთ. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. მოვალ შეხვედრამდე. შემდეგი ჩვენი მეორე ძველი მანქანა იქნება, აი ეს ძველი, ისაც მზად აგვაქვს და მაგასაც დავამუშავებთ და დავიწყოთ მაგის შენებასაც და მაგასაც გადავიღებ რა თქმა უნდა. კანტებით, ფორმებით იდეალურად, რა უნდა არის გამოწვალობდით, რომ ყველაფერი გამოსულიყო იდეალურად. ეგ შედეგიც მივიღეთ, ფორმები მიყვება იდეალურად. მდგომარეობა გახსოვთ, როგორ იყო ნაღები, რა მდგომარეობა ქონდა. როცა ვლაპარაკებ, უყურა თავიდან ბოლომდე ამ მანქანის ისტორია კი მოკლედ მიხვდებით რა გამოიარა, რომ ამ დონემდე მოსული. მოკლედ ესე მეგობრებო. ესაც მეგობრებო, ვუშვებ ჩვენ 850